გადასულია ხორულ ჭამაზე შუაღამისას. ყველაზე მეტი შეკვეთა არის ღამის 10 საათის მერე. აღარ იციან, გამდიდრდნენ ტაქსის ძღოლები, გაზულუქდნენ, იმიტომ რომ 12-ის მერე აი სად არ არის ემპათია. ხო მეტყვენ, რომ ყველა ხო არ არის ესე. გამოდით ღამე და ნახეთ, ფანჯერები ხო გაქვთ, გადაიხედეთ. სავსეა საკურიერო მომსახურება. ესე იგი მთელი ქალაქი გადასულია მუცლის ამოყოროს. კარო, მესმის რასაც ამბობ, მაგრამ ეს წვებად შიშმა იცის. როდესაც გეშინია, მეტი საბოდი გჭირდება. მაძღარს მშიერიც მაძღარი ეგონაო, ამბობს ერთი ქართული ანდაზა და მართალიც ყოფილა. მშიერი ხალხი და მით უფრო მშიერი ბავშვები მაძღარი პროპაგანდისა და მაძღარი ჩინოვნიკების თვალთახედვის არეში ვერ ხვდება. პროპაგანდა მათზე არაფერს გვეყვება და უფრო მეტიც, ამტკიცებს, რომ მთელი ერი მუცლის ამოყრვაზეა გადასული. დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულმა პროპაგანდისტებმა ხომ უფრიალეს მშიერ ხალხს ფუნტებით ხვირწინ, დიდრები და დანაყრებულები ვართო. პრინცი ენდრიუსგან განსხვავებით არ ვარ მე ეპშტეინის კუნძულზე ნამყოფი, მაგრამ ხელფას მაინც ფუნტებში იუმორი, ჩემო კარგებო, იუმორი, ყველაფერი კარგად იქნება. მიყვარხართ. აფრიალებულ ფუნტებს მიღმა კი არსებობს რეალობა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში თითქმის 400,000 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში ირიცხება და ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით 23,000-ზე მეტი ბავშვით არის გაზრდილი. იზრდება ფასებიც ყველაფერზე, როგორც პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ისე ჯანდაცვაზე, საწვავზე, ელექტროენერგიაზეც კი და ყველანაირი გათვლებით უარესი ჯერ კიდევ წინ არის. ყველაფრის ირანის ომისთვის გადაბრალება კი ვერ გამოვა.